სახელმწიფო რთველი სუბსიდირებას 2016 წელსაც მოახდენს. გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ხდომაზე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით. ყურძნის შესაძენად სახელმწიფოს 35-40 მილიონი ლარი აქვს განსაზღვრული. რკაწითელზე ხელისუფლებამ 45 თეთრიანი სუბსიდირება განსაზღვრა, საფერავზე 20 თეთრიანი. სოფლის მეურნეობის მინისტრი ამბობს, რომ რთველის დროს კილო ყურძნის ფას უკვე ბაზარი და კომპანიები დაარეგულირებენ. როგორ აფასებს კერძო სექტორი მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებას? ანა ბროლაძე, თია ალავერდაშვილი დეტალებით. რთველი 2016 ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ დიდი მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების. მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ შეკრებაზე ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის რთველზეც მევენახეებს ყურძნის შესყიდვაში სახელმწიფო დაეხმარება. გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ მთავრობა ორი მიმართულებით მუშაობს. ერთი მხრივ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის ხელშეწყობით მევენახეობა მეღვინეობის, მეორე მხრივ კი ბაზრების განვითარების კუთხით. მოხდება სხვადასხვა განფასებით, სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება, ისე რომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. მოგეხსენებათ, რომ ოპონენტები შეიძლება სპეკულირებდნენ, რომ ეს ფული დაიხარჯოს სხვა მიმართულებით და ასე შემდეგ. გარდამავალ პერიოდში, სანამ ჩვენ მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება ადგილობრივი ყურძნის რეალიზაციისთვის, დაგვჭირდება საექსპორტო ბაზრების განვითარების დაფინანსება და საქართველოს ექსპორტის ექსპანსიის დაფინანსება და მეორე ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება იმისათვის, რომ ეს გარდამავალი ეტაპი გადავლახოთ. პრემიერმა თქვა, რომ საბოლოო მიზანი სუბსიდირებისგან გათავისუფლება. სოფლის მეურნეობის მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მიუხედავად ღვინის ექსპორტის 44%-ით გაზრდილი მოცულობისა, ღვინის ფასი მაინც 25%-ით არის შემცირებული. ამიტომ მთავრობამ დარგის დახმარების გადაწყვეტილება წელსაც მიიღო. სუბსიდირების ტარიფები გასული წლის მსგავსი იქნება. ოთარ დანელიას განცხადებით, რთველი 2016 ხელისუფლებას დაახლოებით 35-40 მილიონი დაუჯდება. ყველაზე გამართლებული პრაქტიკა აღმოჩნდა შაშანდელი პრაქტიკა, სადაც ბენეფიციარი იღებს პირდაპირ 15 დღის შემდეგ ანაზღაურება სუბსიდიის ნაწილში. რქაწითელის ნაწილში გვექნება 45 თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო საფერავის ყურძენზე გვექნება 20 თეთრიანი სუბსიდირება. ველოდები დაახლოებით 147,000 ტონამდე გადასამუშავებელ ყურძენს და საერთო ჯამში ჩვენ ვარაუდობთ, რომ ალბათ შაშადელი ნიშნული დაახლოებით 2-3,000 ტონით მეტი შეიძლება იყოს მიმდინარე წელს. ღვინის მწარმოებელ კომპანიებში იხსენებენ, რომ 2014-2015 წლებში ქართულ ღვინოს გაყიდვების კრიზისი თითქმის ყველა საერთაშორისო ბაზარზე შეექმნა. კომპანიები ამბობენ, რომ სახელმწიფო სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდება საკითხს და სუბსიდირებას მიმართავს, რადგან ყურძენზე მოთხოვნა უფრო ნაკლებია, ვიდრე მოსავლიანობა. ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები აცხადებენ, რომ აუცილებელია გრძელვადიანი გათვლა და ქართული პროდუქციის რეკლამირება. მევენახეების თქმით კი სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია იმ პირობებში, როდესაც ყურძნის მოვლა პატრონობა გლეხს 4,000 ლარამდე უჯდება. შხამქიმიკატები ძალიან არის გაძვირებული და გლეხი უბრალოდ ვერ წდება სუბსიდირება რო არ იყოს, ვერ შეწდება იმ ყურძნის მოყვანას სამომავლოდ, ან გაშენებას, ახალი ვაზის გაშენებას. ღვინის ქარხნების დაამატებენ გადახდას და ცოტა გლეხი გაიმართება წელში. სუბსიდიის მოვლენას დადებითად ანუ არ ყოფითად ესე ცალსახად ალბათ არ უნდა ვაფასებდეთ, იმიტომ რომ სადღეისოდ ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ გლეხმა მევენახე მიიღოს საბაზრო ფასის გარდა დანამატი, რომ მან დაფაროს მისი წლიური დანახარჯი, რაც გაწია ვენახის მოვლისთვის და დამატებით კიდე მიიღოს რაღაც მოგება იმ დანახარჯების დაფარვის გარდა. თავარი ძირიდაძერი რასაკვირველია არის ის, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიოს ბაზრებზე, ამაში რასაკვირველია სახელმწიფო უნდა დაუდგეს მეღვინეებს გვერდით და მეღვინეობის განვითარება ავტომატურად გამოიწვევს მევენახეობის განვითარებას და მის უფრო ფეხზე წამოდგომას და მომძლავრებას. რაც უფრო მეტ ღვინოს გაყიდის, თქვათ, მეღვინე კაცი მსოფლიოში, მით უფრო მეტი ყურძენი დასჭირდება მას სხვა ღვინის საწარმოებლად და რასაკვირველია ეს ერთმანეთ გადაჯაჭვული ორი დარგია, რომელიც უერთმანეთოდ ფაქტიურად წარმოუდგენელი. მეღვინეები აღნიშნავენ, რომ პოზიტიური დინამიკა შეინიშნება ქართული პროდუქციის ექსპორტის კუთხით და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სახელმწიფოს ყურძნის შესყიდვაში მონაწილეობა აღარ დასჭირდება.